ძლიერი საქართველო ლელოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ქართულ ოცნებას მათ წარმომადგენლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე კუპრაძე ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატის ასებ ჩირაგოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც კანდიდატურა ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, ჩირაგოვმა 4 დღის წინ მათ შეატყობინა, რომ კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ ფულს თავაზობდნენ, რაზეც მისი პასუხი უარყოფითი იყო. კუპრაძე ვარაუდობს, რომ როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა, ასებ ჩირაგოვის წინააღმდეგ ოცნებამ უფრო მძიმე შანტაჟის ფორმებს მიმართა. 4 დღის წინ ასებ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, წარმომადგენლობას, შეხვდა და გადმოგვცა გზავნილი, რომ მასთან მისული იყო მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი, რომელმაც შესთავაზა მას თანხის დასახელება კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასებ ჩირაგოვის პასუხი იყო უარყოფითი, მისი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ იყო და სავარაუდოდ რჩება კრიტიკული, მას ქართული ოცნება მიაჩნია რუსულ რეჟიმად და გაგვაფრთხილა, რომ ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ ასებ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა არ იმუშავა მოსყიდვის მცდელობამ ასებ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი ან შანტაჟის მცდელობა ასებ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ჩვენ ველოდებით კიდევ შანტაჟის, მუქარის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე. მაგრამ ასევე ცხადად ვაცხადებთ. მტკიცედ ვამბობთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტ ბრძოლას არც ერთი მიმართულებით. ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში. მათი თქმით, არჩევნებში მონაწილე პარტიებს იმდენად სუსტი კანდიდატები ჰყავთ, რომ მათ მიმართ ზეწოლა, შანტაჟი და მოსყიდვა არავის ჭირდება. არანაირი, ასე ვთქვათ, ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის არ ჭირდება საერთოდ. უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი, აი ელისაშვილის გადამკიდე და სხვა ესეთი განცხადებების გადამკიდე, ხვდება, რომ მისი ადგილი თურმე იქ არ ყოფილა. და ცდილობს, რომ ამას გაანერიდოს. ამიტომ განერიდა ის ბოლნისში მათი კანდიდატიც. რაც შეეხება მოსყიდვას, შანტაჟს და ასე შემდეგ, მათ მართლა ჰქონდათ ამის დიდი მცდელობა. მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში ვერ აკეთებენ ამას, არ არსებობს ეგეთი მოცემულობა. ამიტომ ეხლა თვით შანტაჟის, ასე ვთქვათ, სცენას დგავენ ბოლნისის მაგალითზე. დღის ბოლოს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავიორმა ასებ ჩირაგოვის კომენტარი გაავრცელა, სადაც ჩირაგოვი ოცნების მხრიდან ზეწოლას არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნაზე თავად მიიღო. ის ასევე არ ადასტურებს ირაკლი კუპრაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად ჩირაგოვმა 4 დღის წინ პარტიას აცნობა, რომ კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ ფულს თავაზობდნენ.